gon' do this. დაამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. საკუთარ თავში მოვწონს ის, რომ ვარ მიზანსწრაფული, ერთგული და ის, რომ არასოდეს არ ვღალატობ საკუთარ პრინციპებს. არასოდეს არ მყოლია კუმირი, არ ვაკუმირებ არავის, თუმცა არიან ადამიანები, ვისი ცხოვრებაც ძალიან მომწონს, ვისი აზრები ძალიან მომწონს და ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ, მაგრამ კუმირი არასოდეს არ მყოლია. ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ თუ ვინმე არსებობს. მაგრამ მომწონს ყველაზე მეტად რაგბი და იმის გამო რომ წარმატებები აქვს ჩვენს რაგბის ნაკრებს და მიუხედავად იმისა რომ წესებშიც დიდად ვერ ვერკვევი, გულშემატკივრობ და ბოლომდე ჩართული ვარ ხოლმე როცა თამაშობთ. სიმღერის ნიჭი. მაგრამ სპილო დამაბიჯა ყურზე და შესაბამისად არც მენა მაქვს, არც ხმა და სურვილი სულიმართჩება. ჰობი მოგზაურობა. როცა დრო და საშუალება მაქვს, მოგზაურობ. ჩემს უინტერესო ქალაქი არ არსებობს. და საქართველოსაც გულისხმობ და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ნებისმიერ ქალაქში შემიძლია ჩემთვის საინტერესო აღმოვაჩინო, ასე რომ ყოველთვის როცა შანსი მაქვს, ვიყენებ ამ შანსს და მოგზაურობ. მე ვარ ადამიანი, რომელიც თulis რომ არასოდეს თქვა არასოდეს. და ეს სწორ პრინციპად მიმაჩნია, თუმცა ვერასოდეს ვერ უღალატებ იმ ადამიანებს, ვინცსაც ვენდობი და ჩემიანია და ყველაზე მეტ ყურადღებას ვისაც უთმობ. ამას ზუსტად ვიცი რომ არასოდეს არ გავაკეთებ. დანარჩენი არ ვიცი, უკვე ისეთი არჩევანია, რომ არ იცი რა იქნება მომავალში. არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ ყველა შეცდომამ თუ რამე მქონია ცხოვრებაში რაღაც მასწავლა. ამიტომ ერთადერთი ვნანობ თუ რამე შანსი გამიშვია ამ ცხოვრებაში. თუმცა არ ვთვლი რომ დიდი რამე განსაკუთრებული შანსი გამიშვია, იყო პატარ-პატარა შანსები, რომელზეც ვფიქრობ რომ უნდა მეტად დავფიქრებულიყავი, მაგრამ არც ამას არ ვნანობ. ყველაფერმა რაღაც მასწავლა. პირველი კოცნა იყო, არ ვიცი რამდენის ვიყავი დაახლოებით სკოლაში არ დავდიოდი, ვისვენებდი ბაკურიანში ეს მონაყოლი ვიცი, თუმცა ის გოგო მახსოვს და მახსოვს რომ ერქვა ქრისტინე, რომელიც მიყვარდა და დედაჩემს მოვპარე ოქროს სამკაულები და ვაჩუკე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაიგეს, დაიბრუნეს სამკაულები, დამსაჯეს, მაგრამ ქრისტინეს ვაკოცე, როდესაც მივუტანე ეს ბიჭები მახსოვს. ნუ ბავშვურად რა თქმა უნდა, მაგრამ იყო რაღაცა ემოცია. სიყვარული არის ჰაერი, რითიც ვსუნთქავ. იმიტომ რომ ყველაზე ბედნიერი ვარ, ყველაზე მეტი სტიმული მაქვს, ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანები და ცხოვრება, როცა ვარ შეყვარებული. ამიტომ ვცდილობ რომ სულ შეყვარებული ვიყო. ბევრი დღე მქონია, როდესაც ვიყავი ბედნიერი, თუმცა მაგ კითხვაზე რომ სწორი პასუხი გაგცე, ან ზუსტი პასუხი გაგცე, რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავ და ერთი დღე გამოვყო, ეს მექნება მომავალში. იმიტომ რომ მგონია რომ წლები რო გავა და მე თუ კიდე დავისვამ რა შეკითხვას, გეტყვი ერთ კონკრეტულ დღეს გავიხსენებ და გეტყვი რომ აი ამ დღეს ვიყავი ძალიან ბედნიერი. თუმცა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ განსხვავებულად ვიცხოვრო, ყოველი დღე არ გავდეს ერთმანეთს და ვიყო ბედნიერი იმ რაც მაქვს იმ ეტაპზე. სრულყოფილება. რისით ყოველთვის მინდა და ყოველთვის ვამბობ იმას, თუ არ და ვასტატუსებ მაინც Facebook-ზე, ამიტომ არ მაქვს მაგის პრობლემა. და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი კარგი თვისება რომ შეგიძლია ყოველთვის თქვა ის რასაც ფიქრობს. თუნდაც ვწდებოდე იმ შემთხვევაში, მაგრამ ნუ სუბიექტური ხარ, მაგრამ ფიქრობ და ამბობ. ეს უკვე კარგია და რაღაცა ქვეტექსტებში არ წვრები, არ მალავ, არ ჩქმალავ და ასე შემდეგ. პირდაპირ შეგიძლია თქვა იმას რასაც ფიქრობ. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის რომ არის მრავალფეროვანი, არასოდეს არ გავს ერთმანეთს დღეები, არ არსებობს ჩემს პროფესიაში ან ჟურნალისტიკას გულისხმობ რუტინა, ყოველთვის ხარ სიახლეების ეპიცენტრში, ყოველთვის აკეთებ იმას, რაც ხალხს აინტერესებს და ყოველთვის მაჯაზე გაქვს დადებული პულსაციის ის რაც ჭირდება ადამიანებს და ეს არის ყველაზე მაგარი. იმიტომ რომ საინტერესო პროფესიაა და მეთანხმებით, აი ძალიან მაგარი პროფესია და არ შეცვლიდი არასოდეს. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, გარემოსი, ყველაფრის მადლობელი ვარ რომ ეს რაღაცა სწორად წაიყვანეს ჩემი იდეები და ჟურნალისტი გავხდი. სისულელი არის მოდი ასოციაციას გეტყვი, სისულელისთან ჩემთვის ასოცირდება სიყვარული. როცა შეყვარებული ხარ, ყველაზე მეტ სისულელს აკეთებ მაშინ, ხო? არ ვიცი. ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, ყველა სისულელი არის გამართლებული ამ დროს, იმიტომ რომ ხარ შეყვარებული. თუმცა სისულელები მიკეთებია, მაგრამ ვთვლი რომ ყველა სისულელემ რაღაცა მასწავლა, რაღაცა შემძინა და ბუნებრივია ეს არის ცხოვრების ნაწილი და ამით ხდება ცხოვრება საინტერესო. რთული შეკითხვა, ვერ გაგცემ პასუხს, არ ვიცი. სხვებმა უნდა თქვა თუმცა. განვიცდი, როდესაც ახლობელი ადამიანი მიდის ცხოვრები და რაღაცა ურთიერთობა მთავრდება. ამას ყველაზე მეტად განვიცდი,
და განვიცდი იმას, როდესაც რაღაცა პრობლემა არსებობს ჯანმრთელობის მხრივ, როდესაც ხვდები, რომ ყველაზე უსუსური ვარ. სხვა შემთხვევაში არასოდეს არ ვარ უსუსური, ნებისმიერ სიტუაციიდან შემიძლია თავი გამოვიყვანო, მაგრამ ჯანმრთელობას რაც ეხება და ჩემს გარშემოყოფების ჯანმრთელობას, აი მაგ დროს ვარ უსუსური და ძალიან განვიცდი. არ მჯერა იმის, რომ ერთხელ ადამიანი თუ მიქარავს და ძალიან მიქარავს, ის მეორედ ამას არ გააკეთებს. ამიტომ შემიძლია მივცე მეორე შანსიც, მე-9 შანსიც, მე-15 შანსიც, თუმცა ის ურთიერთობა რაც მქონდა, ვეღარასოდეს ვეღარ აღდგება, იმის გამო, რომ უბრალოდ ის რაღაცა დაიკარგა უკვე და რაც არ უნდა ვიცოდო, ვეღარ შევსვლა. თუმცა შანსების მიცემა არ მენანება და შემიძლია მივცე, მაგრამ ურთიერთობას ვეღარ ვიბრუნებ. ძალიან ბევრი ადამიანი მინდა გავიცნო, ვისი აზრებიც მაინტერესებს და პროფესიაც ეხმარება იმაში, რომ ბევრ ჩემთვის საინტერესო კითხვას დავუსვამდი. არის ბევრი ადამიანი, ერთ კონკრეტულს ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოში იდეაში ვისი გაცნობაც მაინტერესებდა და ვისი ცხოვრებაც მხიბლავდა, თითქმის ყველა გავიცანი და კითხვებიც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თავის დროზე დავუსვი. ჯერა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც მინდა ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს გზა იმისა, თუ სწორად მიდიხარ მიზნისკენ, რომ მიზანს მიაღწიო, ვარ ოპტიმისტი ადამიანი და ჯერა იმისა, რომ რასაც მოინდომებ, ყველაფერი შეგიძლია შენ თვითონვე და სხვებს არ გადააბრალო და რაღაცა ბუნებრივ მოვლენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ორი ხელი თუ გაქვს, უკვე ძალიან კარგია, ღმერთი საჩუქარია და შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად რთული პერიოდი მქონია, როდესმე იყო ყოველთვის რაღაცა პატარ-პატარა შეფერხებები, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული სირთულე, უпростоრად მე მგონია, რომ ცხოვრებამ გამომიმუშავა იმუნიტეტი, უკვე სირთულეებზე მაქვს იმუნიტეტი გამომუშავებული, ესაც გაივლის და გადის, რა თქმა უნდა. თავარია, რომ შენ თავში ნახო ძალა, 2 დღე მჭირდება რეაბილიტაცია, რომ რაღაც ძალა მოვიკრიბო და ყველაფერი იქნება ისე, როგორც მინდა. ოჯახი არის ადგილი, სადაც ყველაზე თბილად ხვდებიან, ყველაზე კომპლექსი მოხსნილი გაქვს, ყველა ნიღაბი გვერდზე გაქვს გადაწეული და ხარის რაც ხარ. შენ ყველა შეცდომაზე შეუძლიათ გითხრან, რომ არაფერია და ყველაზე მეტად ამაყობენ შენი ბუნებრივია. მოკლედ ყველაზე თბილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია ოჯახი ჩემთვის, რომელიც ტრაფარეტული ვიქნებინა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს. ცუდია, ძალიან ცუდია ტკივილი და ყველაზე მტკივნეულია ალბათ ის, რომ რა ვიღაცას კარგავ ცხოვრებაში, ყველაზე მტკივნეულია ეგ არის, თორე იდეაში არც კარიერა, არც რაღაც ყოფითი ამბები ესეთ გავლენას ადამიანზე არ აქვს. ჩემზე ყოველ შემთხვევაში არ ახდენს. ადამიანების დაკარგვა მენანება, იმიტომ რომ უკვე ყურადღებით ვარჩევ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გვერდში უნდა იყვნენ, ცხოვრებაც მიჭაჭვავს და მე თუ ისე ხდება, რომ რაღაცა გაუგებრობას ვერ დავარქვენ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩვენი გზები იყოფა, ყველაზე მტკივნეულია ეგ არის ბუნებრივია. იცი რის სიმწვენეც და უცნაური რაღაც უნდა ვთქვა. როდესაც ადამიანების თანდასწრებით მაქებენ. ანუ ძალიან სასიამოვნოა, ძალიან. აი თუნდაც სუფრასთან რო შეხედავთ და სადღიზელო დალიონ შენი და რაღაცა ფრაზები მოყავთ, რაღაცებს იხსენებენ. ამ დროს დამიფიქსირებია, რომ წითლდები, ძალიან წითლდები და სხვაებიც ალბათ აფიქსირებენ ამას. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, რომ ესეთი შთაბეჭდილება აქვს ადამიანებს, მაგრამ ნუ მწვენია რა, იმ მომენტში ძალიან მწვენია და გაწითლებული ზივა. ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს, ძალიან ბევრი, შეიძლება ერთ შეხედვით ეს ყველაფერი არ ჩანდეს, მაგრამ უამრავი კომპლექსი მაქვს. თუმცა მთავარი კომპლექსი, რის გადალახვაც მინდოდა და ჩემ თავთან ვიმუშავე და წლების წინ გადავლახე, არის ის, რომ შემიძლია ემოციის გამოხატვა. მიყვარს ვეუბნები, მიყვარხარ, მომწონხარ, ვეუბნები, მომწონხარ, შენთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ვეუბნები. ნუ მე ზიზღები და ესეც სიტყვებს არ ხმარობ, იმიტომ რომ იდეაში მაგამდე არც მივდივარ ხოლმე ვიღაც ჩემს ზიზღეს ან რაღაც ნეგატივისკენ წავიდეთ, მაგრამ ეს კარგია ჩემ თავთან რომ გადავლახე და თამამად შემიძლია გამოხატო ის, რასაც ვფიქრობ და ყველაზე მეტად ეს ეხება გრძნობებს, რასაც განვიცდი იმ შემთხვევაში და ეს არის ჩემთვის დიდი პლუსი, თუმცა ამის იქეთ ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს და არის ჯერჯერობით ესე კონკრეტულზე ვერ დავიწყე მუშაობა, მაგრამ თუ რამე შემაწუხებს, იმასაც გამოვასწორებ. ვეცდები. მონიკა ბელუჩი. მაგაზე სექსუალური ქალი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ლამაზი ქალია საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მგონია, რომ ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალია მონიკა ბელუჩი. მობილური, გასაღები, სახლის და საფულე. დილა არის ყველაზე მაგარი დღის მონაკვეთი. როდესაც ყველაზე მეტად მიხარია ახალი დღის დაწყება და სულ მგონია, რომ ეს დღე იქნება განსხვავებული, ვიდრე იყო გუშინელი და ასე შემდეგ. ყავა,
სიგარეტი, Facebook-ი, მუსიკა, დიდი დოზით მუსიკა და კარგად ვარ. დილა მიყვარს ძალიან. შეიძლება ასოცირდება 90-იან წლებთან, არც ისე შავ-თეთრ გარემოსთან, არც ისე კარგ პირობებთან და ასე შემდეგ. თუმცა ამის უკან იდგა სილაღე, არავინ არაფერში არ მსგავდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მალე ვერ ვიტყოდი, მაგრამ დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფოდი 15 წლის ასაკში, ბავშვობას და თინეიჯერობას უკანა პლანზე გადავწია და დავიწყე მარტო ცხოვრება. მაინც მგონია, რომ ყველაზე მაგარი პერიოდი იყო, როდესაც ბევრ ამას საერთოდ ვფიქრობდი, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა, მიუხედავად შენიშვნებისა, მიუხედავად შესწორებებისა, მაინც აი რაღაცა ჩემით მივდიოდა და მომწონდა ეს ყველაფერი და აი კარგი მიუხედავად ჩავთეთრი გარემოსი, მაინც ფერადი იყო ჩემი ბავშვობა. ჭორი, ჩემზე ჭორები არ მესმის ძირითად ვარიანტში, მაგრამ ვარ იმ სფეროში, როდესაც გინდა, არ გინდა, ყველაზე გესმის ჭორები და ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, რომ მარაო რუსთავიორშიც ვარ პროდიუსერი, მიწევს ამ ყველაფრიდან რაღაცეების გაკეთება ჩემს კოლეგებთან ერთად ბუნებრივია. დეპრესია არ მქონია არასოდეს, მაქვს ხოლმე სტრესული პერიოდები და ამაზეც იმუნიტეტი გამომიმუშავე, უკვე ვიცი როგორ უშველო ჩემ თავს. მაქვს იმის კომფორტი და საშუალება რომ ცხოვრობ მარტო, 2 დღე თავის რეაბილიტირებას ვახდენ, უკვე ვიცი მეთოდები, ეს ფიქრობ, რაღაცებს ვკითხულობ, მუსიკას უსმენ დიდი დოზით და 2 დღეში ვარ ძალიან კარგად. იმიტომ რომ ეს უბრალოდ გადაღლისგან მემართება ეს სტრესები. და მესამე დღეს უკვე შემიძლია გამარჯობა გითხრა ისეთმა გაღიმებულმა, რომ ვერც იგრძნო, რომ წინა 2 დღე რაღაცები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და დეპრესია არ მქონია და ნუ არც დიდი სურვილი არ მგზავნოდეს ამიტომ. მეშინია სიმაღლის, თუმცა ამაზე მუშაობ და უკვე კარგად გადავლახე რაღაცეები და იმდენად არ მეშინია ბანალური გველი და მესამე უცნაური დიდი ძეგლების. ბავშვობიდან მოქვს ძეგლების შიში, ოღონდ დიდი ძეგლების. ვერასოდეს აი როცა მოგზაურობ და დიდი ძეგლი დგას, ახლოს ვერ ვეკარები, შანსი გამორიცხულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ აი ბავშვობაში რომ ცუდი სიზმარი გესიზმრება, რომ ან ვიღაც მოგდევს, ან გარბი ხარ, ან რაღაც ჯადოქარი თუ რაღაცები ხო ესიზმრებოდ. მე მესიზმრებდა ძეგლები და ამის მეშინ უნდა მაგრებ. დღემდე ჩავჭა რა. აი თბილისში არის ადგილები სადაც რომ მივდივარ, ალბათ მიხვდებოდი რომ ადგილებს გულისხმობ, დიდი ძეგლები რო აი ახლო პერიმეტრზე ვერ მივდივარ, არ მიყვარს, დისკომფორტი მაქვს. ხასიათი მაქვს ძალიან ცვალებადი. ლონდონის ამინდია, არ ვიცი, რომელი ქვეყნის ამინდია, მაგრამ ძალიან ცვალებადი მაქვს. მაგრამ ეს მჟღავდება იმ ადამიანებთან, ვინც არის ჩემიანი, ვისაც შეუძლიათ იმ ხასიათის ატანა, რაც მაქვს, იმიტომ რომ სხვაგან ვარ ყოველთვის ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ვიყო ყოველთვის ისეთი ენერგიული, მხიარული, არასდროს დისკომფორტი არ შეუქმნა ჩემი ხასიათი და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ადამიანებთან როცა ვჩები, ისინი ზუსტად ხვდებიან ერთი ფრაზით, ერთი SMS და ერთი გამოხედით, რომ რაღაცა ხდება. თუმცა 5 წუთში გადამდის ეს ყველაფერი შემიძლია გადამივიდეს, თუ სწორად მიმკურნალებენ ეს ბჭყალებში ბუნებრივია და ეს ნავკურნალები რო უკვე კარგ ხასიათზე დგება. არ ვიცი რატომ ეძლება ესე თავისით მოდის, თავისით მიდის. თუმცა ძირითად ვარიანტში მაინც კარგ ხასიათზე ვარ და ეს მომწონს. ყოველდღიურად დილა იწყება ისე, რომ ყოველთვის ვუყურებ სააგენტოებს, რა სიახლეები აქვს, ვუყურებ ტელევიზორს, ვუსმენ რადიოს ყოველთვის. თან მაქვს ჩემი ფავორიტი რადიო აფხაზეთის ხმა, რომელსაც ყოველთვის ვუსმენ და ეს ეპიცენტრში ვარ ხოლმე სიახლეების და ვიწყებ დღეს. ეს არის პროფესიული ჩვევა, რომელსაც ვერ გადავეჩვევი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ჩემზე არ ვიცი რაც ამბობენ. ალბათ რამდენი ადამიანიც არის იმას იმდენი აზრი არსებობს, ხო? არ ვიცი, ყველას თავის დამოკიდებულება აქვს, ყველას თავის მიდგომა აქვს. თავარია რომ აი ესე თვალებში რომ უყურებთ ერთმანეთს, სულს არაფერს ამბობენ და ეს უკვე מחარებს და რაც არ უნდა გადამიხადონ, არასოდეს არ უღალატებ იმ ადამიანებს, ვინც არიან ჩემს გვერდში, იმიტომ რომ ყველა თანხაზე და ყველაფერი ძვირფასები არიან ისინი, ასე რომ არ მიღირს კი არ და არც დავფიქრდები მაგაზე. არ არსებული. ისინი უნდა იყვნენ ჩემთან. ყველა ფინანსური მხარე არის მე-9 პლანზე მე გადაწეული. ხალხ რო დამბადებულიყავი, არ ვიცი, ალბათ ჭკვიანი ვიქნებოდი თუ ამ გადმოსახედიდან, მაგრამ არ ვიცი, ის შეიძლება ისე წამეყვანა ჩემი ცხოვრება, რომ საერთოდ ჭკვიანი კი არა, საოცრებები მეკეთებინა. აი, ყველაფერი შეგიძლია იფიქრო რა იდეაში, ესე სპონტანურად. ვერ იტყვი ვერასოდეს. ვინ არა რა ვიყავის გეტყვი რომ ვიყავი ძაღლი ყველა ვარიანტში იმიტომ რომ გიждები ძაღლებზე ისე მიყვარს აი მგონია რომ ყველაზე მაგარი მეგობრები არიან ლაბრადორები მყავს და
ყველაზე კომფორტული არსებები არიან, ვისთან ერთადაც შემიძლია ძალიან ბევრი დრო გავატარო და არ არსებობს რაიმე ჯიში ძაღლის, რომელიც არ მიყვარს. აი ყველა ნაირი ჯიში, რომელსაც ჯიში არ გააჩნია, უჯიშო ძაღლებს რო ეძახიან, იდეაში მისაც რაღაც კატეგორიის ჯიშია, მაგრამ ისინიც მიყვარს და აი სულ ვთილობ ქუჩაშიც რომ მივიდივარ, შემიძლია გავჩერდე, ღვეზელი მოვყიდო, დაჭამო და კომფორტულად გავიარო მე. მიყვარს ძალიან და ალბათ ძაღლები იქნებოდი, იმიტომ რომ ვიმეგობრებდი და ეს რაღაც სულიერი კავშირი იქნებოდა ჩვენ შორის. იცი რა, ადამიანები ყველაფერზე ოცდებიან. გაოცების დოზას გააჩნია და ადამიანს გააჩნია, თორე შეიძლება ნებისმიერი რაღაც გაოცო ადამიანი, თუ ამისკენ მიდის მიმავალია გონება, ან პირიქით, რაც არ უნდა გააკეთო, სულ რომ ყირაზე დადგე და ყურებით გაიარო, მაინც ვერ გააოცებ. ასე რომ ინდივიდუალურია. ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც საინტერესო ცხოვრობს, ვისაც აქვს იმის თქმის უფლება, რომ რაღაცა გააკეთა, შექმნა, ძალიან ვაფასებ ეს ადამიანებს, იმიტომ რომ მიყვარს საინტერესო ადამიანები, მათთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებს და ალბათ კომფორტულია მათთვის, როცა უკან გაიხედებიან და ბევრი მომღიმარი სახე უყურებს და ბევრი კომპლიმენტი აქვს. ყველაზე მაგარია და მეც ვაფასებ, ბუნებრივია. ჩემთვის წარმატება დაიწყო, როდესაც ვიყავი 15 წლის, მივედი ერთ-ერთ რედაქციაში და უთხრეთ, გამარჯობა, მე მინდა გავხდე ჟურნალისტი და წერა დავიწყო. მახსოვს ხიმილიანი სახეები, დამცინავი გამოხედვები და აი ამბავს რა უნდა ყველას ეწერა სახეზე. მაგრამ მოხდა ისე, რომ რედაქტორი სოფო თევდორაშვილი, ძალიან კარგი ადამიანი, მან მომცა შანსი და მითხრა, კი ბატონო, დღეს არის პრეზენტაცია, წადი და აი რას დაწერ მოვიტანე. ძალიან პატარა მიუსი იყო. გაუმართავი, აბდაუბდა დაწერილი, მაგრამ გამიხარდა, რომ მაინც სტილისტურად ჩასწორდა, კორექტული გაუკეთდა და დაიბეჭდა და ბოლოში ნიკა ხაჩიძე ეწერა, ვიყავი ძალიან ნამაყი და იმაში მივხვდი, რომ რაღაცა იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში და დაიწყო. საზოგადოება მინდა დავიმახსოვროს, როგორც კარგი ადამიანი. არა პროფესიის მხრივ, აქ თუ რამეს გავაკეთებ და შევძლებ, იქნება ძალიან კარგი. ალბათ იამაყებენ ჩემი გარშემოყოფებიც, მაგრამ უბრალოდ მინდა ვახსოვდე, რომ კარგი ადამიანი იყო, რომ გამიხსენებოდნენ. ალბათ მე სიამოვნება თუ რამე გზნობა მექნება შემორჩენილი და კავშირი ამ სამყაროსთან.